მადლობა ღმერთს, რომ ქართველები ვართ, არა იმიტომ, რომ სულისხონებას ეს ჭირდება, სულისხონებისთვის ქართველობა საჭირო არ არის. არამედ იმიტომ, რომ ქართველობა მასწავლის მადლიერებას, აი მადლიერება არის სულისხონებისთვის საჭირო. არა ქართველობა, არამედ მადლიერება და ქართველობა მადლიერებას მასწავლის ჩემი წინაპრებისა, რომლებმაც არავითარ შემთხვევაში არ დათმეს ქრისტეს ჯული. და რა თქმა უნდა ღვთისგანგებულებისა, რომ იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელმაც დაადასტურა 1700 წლის განმავლობაში, რომ იგი არ დათმობდა ქრისტეს ჯულს, კვდებოდა, ნადგურდებოდა, რა აღარ ემართებოდა, გესმით? ჩრდილოეთ კავკასია გაამუსულმანეს, აგერ მთელი ეგვიპტე არის ფაქტიურად ქრისტიანული ასკეტიზმის აკვანი დაიწყა, იქ შეიძლება ასე ითქვას. და დღეს ქრისტიანობა პრაქტიკულად აღარ არის. და რამხელა ეგვიპტე? ქართველები ვერ გაგვტეხეს. და რო ვერ გაგვტეხეს, იმიტომ ვართ მე და შენ ქრისტიანები. იმიტომ მივიღეთ ყოვლადწმინდა სამება ღმერთის სწავლებს, შესახებ სწავლება და განკაცებული ღმერთის სწავლება, აი ისე მივიღეთ თითქოს არაფერი, თითქოს აი დედის ძესავით რომ მიიღებ. დიდი რა პრობლემაა, ეგრე უნდა გწამდეს და ეს სინამდვილეში ეს ერთ ცალკე სასწაულია. იმიტომ რომ ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა სამება ღმერთი გწამდეს და განკაცებული ღმერთი, ეს არის შეუძლებელი ადამიანური ლოგიკური აპარატისთვის. პავლე მოციქული სისულელეს უწოდებს ესეთ რწმენას. პავლე მოციქული სისულელის საფწამსო იძახის. ამიტომ ჩვენ გვმართებს მადლიერება ჩვენი წინაპრებისადმი და ღმერთისადმი, რომ აი ამ ქვეყნის შვილები ვარ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმის საშუალებასაც გაძლევთ, რომ კარგ წმენასთან ერთად სამშობლოს სიყვარულის განიმტკიცოთ და მერე უერთგულოთ კიდევაც თქვენ სამშობლოს.